კიდევ ერთხელ გამარჯობათ, თუ არ ეთერში მასნობეთ რომელიმე, რომ გამთიშეს 4-ჯერ. გონი საერთოდ გავედი რადარიდან. მაჰა, შემოვიდნენ. კარგით, მეგობრებო, მეორედ ვიწერე ხა იმას წავშლი ხა რაც პრობლემიანი იყო ის ვიდეო. და ახლა თავიდან ჩავიწერე ხა ამას. შევეცდები რა შეიძლება ჩქარა ჩამოაყალიბო. ესე იგი, მეგობრებო, როგორც ჩვენ ვიცით, ქრისტეს ღვთაება ჩვენ დაგვიდგინეს ჩვენ წათაღრიცხვით 350 წელს, მაშინ როდესაც დაიწერა ბიბლია. მანამდე იესო ქრისტე ცნობილი იყო როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც იმოღვაწეა თავის ცხოვრების მანძილზე იმაზე მეტი და იმათზე უფრო მეტი, ვიდრე ათასები და 100,000-ები გააკეთებდა. და მაშინ როდესაც შეიკრიბნენ ეს პავლე და კონსტანტინე და ასე შემდეგ, მაშინ გადაწყვეტეს, რომ ვიღაცეს ხალხი არის სამართავი და ამისათვის საჭიროა რომ რაღაცა ღვთაება, ღმერთი რომ ყავდეთ მათ, მაგრამ ეს ღმერთი უნდა იყოს ჩვენთან და ჩვენით უნდა იმართებოდეს. გესმით? და სწორედ მაშინ მოიხედეს და ახლო პერიოდში იყო ასეთი პიროვნება, რომელსაც სახელი და გვარი არც იესო ჰქონდა და არც ქრისტე. მის სახელი და გვარი აბსოლუტურად სულ სხვა არის. მისი ვინაობაც კიდე ურია რო არ იყო, ესეც უკვე თავად ურიებმაც იციან უბრალოდ ეს არის ესეთი ფრაგმენტები, სადაც ისინი ამას ამბობენ. ეს მე ზოგჯერ ფილმებშიც განახვდა და ზოგჯერ ლექციებშიც ვილაპარაკე ამაზე. და არც ის ერი და ის ისრაელი და რაღაცა ეს ყველაფერი ზღაპარია და მითია, ეს არის ყველაფერი შექმნილი და თავზე მოხეული, საკუთარ თავზე მოხეული და შემდეგ დაზომბირებული მთელი მსოფლიო. კარგით, და ის თქვი კიდე რომ თუ გამოჩნდა მისი ან ნამდვილი სახელი და გვარი, ან ვინაობა, სულ ერთია. ან ერთი, ან მეორე, თუმცა თუ ვინაობა გამოჩნდა სახელი და გვარი, მაშინ ავტომატურად გაირკვევა ვინ არის ის. ეროვნებით, გამიგე? თუ ეროვნება გამოჩნდა, ისედაც გასაგები იქნება. და იესო ქრისტე შექმნილია რატომ და რანაირად, ესეც მე ბევრჯერ ავხსენით. და რომელმა ანბანმა და რომელმა ჰემატრიამ შექმნა, ესეც ბევრჯერ ავხსენე მე ჩემი ფილმებითაც, ლექციებითაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხა მე ისე თქვა მინდა. მეგობრებო, ქრისტემდე ხომ იყო თქო ვიღაცა, გესმით? ან ღვთაება უბრალოდ. იყო პერიოდი, როდესაც იყო ტოტემური ღვთაებები, ტოტემურ ღვთაებებში ითვლება ცხოველი ან ფრინველი. იყო პერიოდი ქრისტემდე, ანუ ჩვენ წეთაღრიცხვამდე გვარიანი საუკუნეებით უკან, ჩვენი ტოტემი იყო მგელი. ეს როდესაც კოლხურ ცივილიზაცია არსებობდა. შემდეგ აქეთ წამოვიდა, მერე გახდა მუხა ღვთაება. ის იყო ღმერთი, ის იყო რწმენა და ის იყო ყველაფერი. შემდეგ აქეთ ეხლა მე დავაპაუზებ და გადავალ ისევ ჩვენ წეთაღრიცხვით. და შემდეგ აქეთ წამოვალ ისევ. ჩვენ წეთაღრიცხვით შემოკარგებო 275 წელს დაიბადა ვინმე გიორგი, რომელიც დაიბადა კაპადოკიაში და ის მიჩნეული ყავთ როგორც ბერძენი, მაგრამ ის ბერძენი არ იყო, ამაზე მე ჩემ წიგნში მაქვს შვენივრად დაწერილი. და გარდაიცვალა 302 წელს, თუ არ ვცემ, 302 თუ 303 წელს, ჩვენ წათაღრიცხვით. ამის შემდეგ იწერება ბიბლია, სადაც რამდენიმე 10 წელში და
უკან დაწევენ ამ წმინდა გიორგის და სახეზე, ანუ მსოფლიოს დასანახად წარმოგვიჩენენ იესო ქრისტეს. ეხლა მე რისი თქმა მინდა. სადაც და ვინმე რო გაიხედოს, სადაც არ უნდა მოძებნოს. ყველგან წმინდა გიორგი წარმოდგენილია როგორც გამარჯვებული სტატუსში, მიუხედავად იმისა, რომ ის წამებით მოკლეს. ხომ ასე? ცხენზე ამხედრებული და შუბი ხელში უჭერს, ეს უკვე მებრძოლი ადამიანი და მე ქვემოთ ბეშაპს თუ ურჩხულს რო კანგმირავს, ეს სიმბოლიკა რა თქმა უნდა, ეს არის ბოროტების დამარცხება, ხო? და ყველგან, აი მსოფლიოში, ხო? თქვენ მას ვერ ნახავთ ბორბალზე გაცმულს სადმე, რომ ისი ხატი იყოს, ან მას ეთაყვანებოდეს ვინმე, რომელიმე ეროვნება. ყველგან დედამიწის ზურგზე, სადაც წმინდა გიორგის ხატია წარმოდგენილი, ის არის ცხენზე ამხედრებული და შუბით რო გმირავს ბოროტებას ისე. ხომ ასე? ანუ ჩვენ ყავდა ღმერთი, რომელიც იყო მებრძოლი და იყო გამარჯვებული. ხომ ასეა? ეხლა უკან დავიწიოთ. პირველ საუკუნემდე, ანუ ხო, ჩვენ წელთაღრიცხვის იქით. მაშინ იყო შემოკარგებო ღვთაება, ღმერთკაცი, ასე ვთქვათ, თეთრი გიორგი. თეთრი გიორგი. თეთრი გიორგის სალოცავები დღესაც არის შემორჩენილი აქა-იქ, ფშავში, ხევსურში, სვანეთში, სამეგრელოში, კახეთშიც არის თუ არ ვცდები, მასზე ლოცვებიც არის, ეკლესიებიც არის, ტაძრებიც არის მისი სახელობით და ყველაფერი. და თეთრი გიორგი რატო დაერქვა ახლა მას? იმიტომ იყო ნათელი ძალის მხარეს მებრძოლი პიროვნება. თეთრი გიორგი. ეს მაინც ჩვენი იყო, ხო? მითები და ეპოსები. ეს მაინც ჩვენი იყო, ქართველი. ნუ დღევანდელი ქართველი კი არა, მაგრამ წინა. და მისი რიტუალები და ისინი რომ არ მახსოვს მგონი აგვისტოში რაღაც დღესი ტარდება 24-25 აგვისტოს თუ არ ვწდები და უფრო ეს მიმული არის მთვარის ღვთაებასთან, მთვარის ბუნიობასთან ერთად და სწორედ ამ დღეებში, ესე იგი, აღინიშნება მისი დღესასწაული. აღსანიშნავი კიდე ის არის, რომ ამ დროს ვინც ამ რიტუალს ატარებდა, ლოცვით რიტუალს ყველას ეცვა თეთრი კაბა, კაცსაც და ქალსაც. თეთრი, აბსოლუტურად თეთრი. რა თქმა უნდა, თეთრი ნათელძალებთან ასოცირდება, ხო? კი ბატონო. ძალიან გთხოვთ ეს ვიდეო მერე გადაუზიარეთ სხვებს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ამბებს ვეტყვი ახლა მე. სენსაციურს. ეს არც ერთი ისტორიკოსი, არც ერთი რა ქვია, მითოლოგიას ვინც განიხილავს, არ ბიბლოლოგი და თეოლოგი და არავინ ასეთ რაღაცებს არ გეტყვია. ესე იგი, შემოკარგებო, ეს პიროვნება კიდე თავისი სიკვდილით მოკვდა თეთრი გიორგი, ეს იყო როგორც გითხარით ჩვენ წელთაღრიცხვამდე, მაგრამ ჩვენ წელთაღრიცხვის შემდეგ ჩდება 2 საუკუნეში ჩდება კიდე ვიღაცა გიორგი, რომელიც დაიბადა კაბადოკიაში და რომელიც იყო აგრეთვე კოლხი. და ავტომატურად მეხსიერება, რა თქმა უნდა, ხა 2 საუკუნე არაფერ არის, ხო? ავტომატურად თეთრი გიორგის სახლი და ამასაც რო ერქვა, ესეც წმინდანად შერაცხა ხალხმა. მაგრამ აღსანიშნავი ის არის, რომ ერთის და მეორეც ქრისტემდელი და ქრისტემდელი არ ვთქვათ ასე, იმიტომ რომ მე კონკრეტულად უკვე პერიოდებს ვასახელებ. ჩვენ წელთაღრიცხვამდე და ჩვენ წელთაღრიცხვის აქით ორივე გიორგი, თეთრი გიორგი და წმინდა გიორგი, ორივე წარმოგვიჩნდებოდა ჩვენ როგორც გამარჯვებულის პოზიციაში. გესმით? გამარჯვებულის პოზიციაში. მაგრამ როგორც კი მოდიან ეს ურიები და ურიებმა დაიწყეს კოლხური ცივილიზაციის მითვისება, წაღლეტვა და თავის თავზე მიწერა. აი იმ დროს იწერება ბიბლია შემოკარგებო, იქ ხდება ვინმე იესო ქრისტე, რომელიც მართლა პიროვნება არსებობდა, კი ბატონო, და თავისი ღვთისმოსავობით ცხოვრობდა
ღვთისნიერად რო იტყვიან, მაგრამ მას არ ჰქონდა რელიგია. არც ერთ რელიგიას არ მისდევდა. არც შენს იუდაურს, არც ქრისტიანს არაფერი თვითონ იყო ქრისტე კაცო, ქრისტიანობა გასა ქრისტეს შემდეგ, ხო? არც მუსულმანურს, მით უმეტეს 5-6 საუკუნის შემდეგ გაჩნდა მუსულმანური სამყარო, ხო? ანუ ეს იყო ადამიანი რელიგიის გარეშე. კახეთში არის თან, ხო, კი ბატონო, აწყურში, კი, მართალია, აწყურში არის. საინტერესოა, ოღონდ აწყურს როგორ ახსნით ქართულად. მე კი ვიცი, მაგრამ ამაზე ჩემ წიგნში იქნება მომავალ წიგნში. ესე იგი, გაჩნდა, გაგვიჩინეს უпростоეთ ეს იესო ქრისტე და ეს ჩვენი ღმერთი, ნუ ხო გაგვიჩინეს ღმერთი, იესო ქრისტე. ეს ჩვენი ღმერთი მივიდნენ და ღვთაება გაგვიხადეს როგორ? ჯვარზე დაცმული. ჯვარცმული. ესე იგი, ნახეთ ახლა რა მოხდა. 180 გრადუსით შეცვალეს იმ სატანისტებმა ადამიანის ცნობიერება, იდეა, ღმერთისკენ სავალი გზის ჩახერგვა, ისე რომ ისე გააბიტურეს იმ დროს და დღესაც ისე მოდის, ეს გრძელდება, იმიტომ რომ ახლა 2000 წელი ცოტა არ არის, ხო? ამხელა ის არის უკვე დაზომბირებულია ადამიანების ტვინები, ხო? ისე შეცვალეს, რომ ესე იგი მანამდე თუ ყავდა გამარჯვებული ღმერთი, ღმერთკაცი, შავძალებთან მებრძოლი თეთრი გიორგი თუ წმინდა გიორგი, ანუ მას ჰქონდა გამარჯვების სიმბოლიზაცია. ქრისტე როგორც კი დაგვიწერეს უпростоოდ. ურიემა რომ დაგვიწერეს ისე, ქრისტე ჯვარს აცვეს და დღემდე კიდე ჯვარცმული ქრისტეს, ნუ ხო ვატარებ და მე კიდე ეკლესია ტაძრებში ყველგან ეს არის და მასზე ვლოცულობთ. მე კი გვიტყრეს, არაო, კაცო, ისო აღსდგაო და მესამე დღეს ხალხს მოევლინაო, ხო, კი მოევლინდა. ამაზე კიდე რამდენჯერმე ნათქვამი, თუ მოევლინდა და თუ მოვიდა ისევ აქ, რაღაც წავიდა იქით, მაგრამ ეს ვიცი როგორ ზგავს, ახლა როგორ გაბითურებას, აი მიმინოზე ხო ხარ ყველა ნაყურები. აი მიკერტიჩიანი კეკაბიძეს რომ ციხეში როზიან და აკამფეტო ხოჩის, ხაჩუ. აი ნეტუ. პაპუ. გამიგეთ? კიდე კი ბატონო მინდა, მაგრამ აღარ არისო. სად არის კაცო, მანახე თუ მოვიდა ქრისტე. აღარ არისო. სად არის რა მოიფიქრეს? სად ავიდაო კაცო? სად მიდიოდა კაცო? კიდე გეუბნებით რამდენჯერმე. თავად პირადად იმ იესო ქრისტეს სახელი და გვარით ვინც იყო მაგასთან არა მაგ პრეტენზია უბრალოდ რომ დაგვიწერეს. აი მზაკრულად რომ დაგვიწერეს, მაგის გაანალიზებას გიკეთებთ ხალხო. გამიგე? თუ მოვიდა. ყდით აღდგა. ყოფილიყო მე აქ და მე დაალაგებდა ქვეყანა მთელი მსოფლიო დაუჯერებდა, ხო? არა. ესაც წავიდაო იქო კაცო, მამაღმერთთან და მორჩა. ამითი გაბიტურეს მთელი მსოფლიო და დღემდე კიდე ასე. და პლუს კიდე, თუ მანამდე, აი ბიბლიის გამოჩენამდე, ბიბლია და ქრისტე ერთად ჩდება, როგორც გითხარით, თუ თეთრით იყვნენ შემოსილები, ეს გამარჯვებულები და ვინც ამ წმინდა გიორგიზე და თეთრი გიორგიზე ლოცულობდა, ესენი თეთრით იყვნენ შემოსილები, ჩემო კარგო. სხვათა შორის თუ არ ვწდები, შავხევსურეთში იყო შემორჩენილი ესეთი რომ აი ხევის ბერები იყო თეთრებში შემოსილი. ხევის ბერები კონკრეტულად და სხვა დანარჩენი არ ვიცი. ხევის ბერი, ვისაც ამატალი გამოქონდა და მართავდა სოფელს, ისინი იყვნენ თეთრებში შემოსილები. და ერთი უცებ იმ ახალი ღმერთის გაჩენის შემდეგ, ანუ იესო ქრისტეს შემოყვანის შემდეგ სცენაზე ყველამ ჩაისვა შავი სუდარა. და ნახეთ როგორ გაგვიპრავეს, ეს მგლოვიარობის სიმბოლო არისო. მაგრამ თუ შენ დამიწერე მე რომ იესო ქრისტემ სიკვდილი დაჯობა, სიკვდილს და ასე სიცოცხლე დააჯობა სიკვდილს თუ რაღაცნაირად და მე ისე მოვიდა და ეს
თუ ეს გამარჯვების სიმბოლოა, მაშინ პირიქით უნდა მიხაროდეს და უნდა მეცვას თეთრი. ხომაცი? შავი ხო ტრაურის სიმბოლოა, ხალხო, მგლოვიარობის სიმბოლოა. და დღემდე კიდევ ტირი ჩვენ, აი როგორ გითხრათ ახლა, ჩვენს მენტალობაში, კი არა, კაცობრიობის, აი როგორც ქრისტიანობის მენტალობაში არ არის ქრისტე ისეთნაირად გამჯდარი, რომ ის იყოს გამარჯვების სიმბოლო. ეს არის იმედის utopia. აი ესე დაგვამონტაჟეს ჩვენ, ესე დაგვიწერეს ეს და ჩვენ ასე ჩაგვიდეს თავში. რომ შენ თუ გინდა ადამიან ღმერთთან ახლოს მიხვიდე, შენ უნდა იცხოვრო ადამიანურად, შენ უნდა ეს არ ქნა, ის არ ქნა, ის არ ქნა, ის არ ქნა. ხო და ნუ ესეთი ადამიანს სადმე იძებნება კაცო, ხარ გადამრივე ხო? ხო? როგორც ერთ მას უთხრეს ადამიანს და აი რას ფიქრობთო იმაზე, ქრისტიანობაზეო? ვინ იყო მაგი რო უპასუხო და მე ერთხელ გავიმეორე კიდე. რა უნდა ვიფიქრო? მაგარი იდეა არისო. მაგრამ utopia. უბრალოდ იმიტომ რომ 2000 წელიწადია და აი რეალიზებაში ვერ მოიყვანესო. ის რაც ბიბლიაში წერია. და 2000 წელიწადი თუ რეალიზებაში ვერ მოიყვან, ხალხო 2000 წელი კაცო, მე არ გეუბნებით 20 წელზე. გესმით? 2000 წელი ერთ და იგივეს რომ კითხულობდეს ადამიანი. და მასები, ხო? და ის თუ რეალიზაციაში ვერ მოიყვანა. რაზეა საუბარი, ეს utopia ხალხო. და სწორედაც აი პირდაპირ მას აქცენტს, ესე იგი ქრისტემდე იყო თეთრი გიორგი, იყო წმინდა გიორგი. ეს იყო გამარჯვების სიმბოლო და ყველას ესვა მაშინ თეთრი. როგორც კი გამოჩნდა ეს ბიბლია და ასე ვთქვათ ეს ქრისტე როგორც გვიწერია იმენაირად, იმის შემდეგ ღმერთი გახდა წამებული, დამარცხებული, ჯვარცმული და მაგაზე კიდე გვაიძულებენ რომ ვილოცოთ და მე სამღვდელოებას და ყველასა ჩაგვაცვა შავები. და რაღაც თქო უნდა გაიპარნო, რატომ? იმიტომ სამგლოვიარიო. ბიჭო 2000 წელიწადი მგლოვიაროთ, ხო? მაგრამ ხო აღსდგა კაცო, მაშინ რაზე ვგლოვოთ? თუ აღსდგა მაგაზე უფრო ბედნიერი რა არის, უმეტთან როგორ მიკვიდე, ხო? მაშინ რაზე ვგლოვოთ? ვერ გამიგია. მე კიდე ახალი შეთხსეს რომ მეორედ მოსვლა იქნება 2000 დაამთავრდა 2000 წელიწადი ხალხო. 2025 წელიწადია, რა ვქნა, დაგიწეროთ ახლა? 25 წელით გადავიდეთ უკვე ყველანაირ შკალას. ეხლა ზოგიერთი იტყვის იმას ის დაიგვიანებსო და ასე შემდეგ რო წერია ისე, ხო? ეს ყველაფერი манипуляციებია. ვინც დაწერა, მაგ კარგად იცოდნენ რა წერდა. იმიტომ ჩვენ ყოველთვის მოლოდინის რეჟიმში ყოფილიყავით. აი როგორ ცხოვრები რო აბუნდებიან და გუდაში კატას რო ჩაუსვამენ. ხო? აი მეგრულად მაგას ესხერები ქვია, ანუ ის აპრილი და მაისის გადასასვლელი დღეებია, როდესაც წვიმებია, გამიგედა რომ არ უნდათ გარეთ გაუშვან წყვრები. ამიტომ ცოტა ხან გასაბიტურებელს იგაუკეთებენ და ისინი კნავიან ის ზაქვია გუდაში. კატები და ყველა სხვა იმას ამიყვები რა ხდებაო კაცო, იმიტომ რომ უნდა სხვას გარეთ უნდა გასვლა, ეს 3 დღე უნდა გადაატანიო რამენაირად. გამიგედა აი ეს მოსაბ და ჩვენ 3 დღე კი არა 2000 წელიწადი ასე გვაბიტურებენ. გესმით? რა ხდება? ამიტომ იყო მე ისე ხაი ვიდეო რო დავდე საგონიმენტი და ურჯულოები რაც გააკეთეს, ხო? ამაზე უფრო ანტი ღვთაებრი რა უნდა იყოს? უბრალოდ ვერ ხვდებიან. საქმეც ის არის, ახლა ის ვინც გერასიმი იყო თუ ვინც იყო, ვინც მოიფიქრა, ჯერჯერ გერასიმის თავში რო არ ყოფილიყო, სხვისი ხო უნდა ამას დაედასტურებიან, რომ კი ბატონო, ასე გააკეთეთ. ჯვარზე ადიხა და ქრისტეს თავზე ეკალს რო ვარჭო. რამდენი წელიწადია რომ გავიწახე? მე კიდე მქონდა კაცო ჯვარც, ყველა უზიახშია, ხო? ამხელა ჯვარც მქონდა და ავდექი და ჩემი ხელით პატარა ლურსნი ის ავხსენი და გამოვხსენი. ის ცალკე დავდე და მე ჯვარი მეკიდა. იმის მაგივრად შეუჯახაშინებო ეს განთავისუფლო იქიდან. კიდევ პლუს ეკას ადგამენ.
ნუ ეხლა მე გითხარით რაც სათქმელი იყო და საიდან და როგორ შეიცვალა ყველაფერი. ამიტომ ეს ჩვენი ღმერთი, რომელიც ურიებმა დაგვიწერეს, იმის მაგერად რო ის ყოფილიყო გამარჯვებული, ჩვენ ყოველთვის აი ტრაგიკულად დაღუპულის იმაში ვართ, ასე ვთქვათ. გამიგეთ? რომელსაც პერსპექტივა არ გააჩნია. ჩვენ ვიკვებებით ცრუ იმედებით ხალხ. ცრუ იდეებით. ამიტომ ასეთ მოაზროვნე ხალხს არაფერი არ შველის. ვისაც ჯერავს კიდე ესეთი რაღაცები, გამიგეთ? და იმას კიდე რო უაბრავს, ახლა თქვენ ერთი და ორი ადამიანი ხო არ იყო კაცო იქ. და იმას ისულები კიდე რამდენიც გინდა, ან ანტიქრისტიანული რამდენიც გინდა, რომელიც წინა ვიდეოებში რო განახეთ თქვენი თვალით, საქართველოს ეკლესია ტაძრებში თუ რამდენად არის მასონურ სიმბოლოები დააშტრეხული ყველგან. ამიტომ ურია თავის საქმეს აკეთებს და ჩვენ კიდე დროა რო გამოვივიცოთ. მივხვდეთ რაში გვაბითურებენ და რატომ გვაბითურებენ. ილია ლუწი უწოდოთ, ლუწი არ ვიცი რატომ არა, მაგას ძალიან კარგი სახელი აქვს, დარქმეული. უბრალოდ მაცალეთ და ამას დიდი ხანია ვინახავ. ძალიან კაი სახელი აქვს, დარქმეული და მოიცეთ, ბოლო ის შემონახული მაგას ვთქვათ, ტყვია მისთვის, და არა მარტო მისთვის. კარგით, მეგობრებო. ეს იყო ჩემი საქმე, მე ხა იმ წინა ვიდეოც წავშეს, იმიტომ რომ იქ 4-ჯერ გამთიშეს და მე მეხუთედ უკვე საერთოდ გაითიშე. ეს საჭირო ინფორმაცია, რომ აი დროის გაყოფის და ცნობიერების გაყოფის ცოდნოდა. სად გაიყო ეს ჩვენი ცნობიერება და რანაირად. და რანაირად დაიწყო ჩვენი გადაგვარება. გონებრივად, სულიერად და ყველანაირად. გესმით? აი ეს არის მთავარი. გადაუგზავნეთ ან ისე მაინც მოუყევით მეგობრებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ. აბა კარგად, მოვალ შეხვედრამდე და ამ დღეებში დაელოდეთ, მექნება გარჩევა იმ დიდი გაერთიანებისა. და არჩენს იქ ვიტყვი ჯობია ხა ყველაფერს. აბა კარგად, მოვალ შეხვედრამდე.